სუპერ ბუმ ნიჭიერი. ახალგაზრდობის ჟიურის ორი ახალი წევრი. სოფონი ჟარაძე. უდაოდ ჩვენი პროექტის აღმოჩენახეთ. ცოტა მომატებულია ზაღლი, 6-ის მერე არ აჭამოთ. იტალიქსები ბრუნდება! ყველაფერი კარგი საფრთხის მოწმე და მოუწოდეთ ყველაზე გრანდიოზული! ყველაზე ექსტრემალური! ყველაზე გიჟური რბოლისტი! ეს ნიჭიერია! ჩვენი ქვეყნის 11-ვე რეგიონიდან და 50-ვე ქალაქიდან ჩამოსული 1000-ობით კონკურსანტი თავის ჩანს ელოდება. აქ არის აფხაზეთი, სამეგრელოს ზემო სვანეთი, გურია, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი და ყველა კონკურსანტის 3 ადამიანის გადაწყვეტილებას ელოდება. და ესენი არიან რუსთავიორის პროგრამირებისა და მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავატიშვილი. ჩასადა წარმატებული სეზონის მერე მაყურებელში ძალიან დიდია მოლოდინი და ჟიურისაც რა თქმა უნდა მეტი მოგეთხოვება. ალბათ უფრო მეტი სიმკაცრით შევარჩევ მე პირადად კონკურსანტებს. სოფლიო კლასის ვარსკვლავი და მომღერალი სოფონი ჟარაძე. ნიჭიერი ეს პროექტია, სადაც უბრალო ადამიანების ოცნება ხდება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა ეს საშუალება ვიყო ამ ოცნებების ახდენთან ამონაწილე. თავს პირობა მივეცი, რომ ვიქნები ძალიან ობიექტური. ერთადერთი დაგანუმეორებელი, ვანო ჯავახიშვილი. გადასერი პროექტია ეს ნიჭიერი, ყოველთვის მომწონდა, ყოველთვის უყურებდი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი რაღაცა ატოვდი. მე მივხვდი ვატოვდი მე. მე ისეთ ადამიანებს ვეძებ, ვინც ამ შოუს და სანახაობას გააკეთებს და მე გვიდებით რომ დავიცავ მაყურებლის ინტერესს. მოგესალმებით ყველას! პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ, ნიჭიერის ყველაზე აქტიურ და ყველაზე ობიექტურ აუდიტორია. და პირველი გეგას მინდა ვკითხო. გეგა, წელს რას ელოდები ნიჭიერისგან? იცი რა, მე ერთი რაღაცა შევილია გითხრათ, რომ ძალიან მომენატრა აქ ყოფლა და ყველაზე უფრო რა თქმა უნდა თქვენ ძალიან მომენატრეთ. მაგრამ ყველაზე უფრო მაინც მომენატრა ეს ჩემი წითელი ღილაკი. ესეთი. პირველი ვეჭერზე უკვე ახმაურა გეგა. არა, იცი რა, გეგა ფორმაშია. მადლობა გეგას და სოფო მე მინდა კითხო, შენ როგორ მოირგე ეს ჟიურის ამპლუა? ეს არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე და სულ მოუთქმელად ველოდები ამ პროექტის დაწყებას. და ვანო, რაღაცა კარგად მოირგე და მოიხდინე სავარძელი, ვწდები? ანუ მივხვდი უკვე. ძალიან დიდი მადლობა, მას ჩასე 3000 მაყურებელი დარბაზში, ჟიურის 3-ვე წევრი და ჩვენს ყველანი ერთად მოუთმელად ველოდებით პირველი მონაწილის გამოსვლა სცენაზე. და ნიჭიერის კასტინგს გახსნილად ვაცხადებ! კასტინგის პირველ დღეს ყველა განსაკუთრებულად ღელავს. პირველი მონაწილე ბელა სოფრომაძეა. თუმცა სხვებისგან განსხვავებით ის ზედმეტად მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურება. ვარ სოფრომაძე ბელა, 37 წლის. გამაჩნია თანდაყოლილი ნიჭი სიმღერისაც და ცეკვისაც. ბავშვობიდან ყოველთვის ჩემთან ვხედავდი სცენაზე. და აი ჩვენი პირველი მონაწილე, მობრძადით. დაისით, გამარჯობა. თქვენ ხართ პირველი მონაწილე დღეს. წარმატებებს გისურვებთ, გთხოვთ. პირველი მონაწილე ჟიურით დაჯაბულია, რა იქნება, არ ვიცით. გაგვეცანი.
თქვენი პროფესია თუ შეიძლება. მედიცინის წარმომადგენელი, ანუ მედდა. თან ექიმი. და რას შეგვისრულებთ? მიშელ ჯექსონის Remembers the Time. Michael Jacksonis. სეკვიალი. ხოთ. ნახე რა მშვენივრად Do you remember? We were young and innocent. Do you remember how we all began and just seemed like even so far? პირველია გაკურებულები არიან ალბათ უნდათ რომ მობიერები იყვნენ. We ate together for the love. ეგა გამოცდილია და ისინი ეყობა ჯერ არიციან როგორი ხმარობ წითელი არიცია. ეგ ასწავლის არ არის პრობლემა. So sweet memory. პირველი იქში აინთო პირველი ნიჭერის პირველ კასტინგზე. And God knows იცვიდა და როგორც უნდა remember the time. Baby, fall in love. Remember the time. იქსების დებიუტი შედგა. ბელა მართალი გითხრათ მეგონი არც ერთ არ გვინდა და პირველივე გამოსვლაზე დაჭერა ძალიან დიდი ხანი ვითმინეთ. თქვენ ალბათ ძალიან კარგი მედდა ხართ, მაგრამ რაც შეეხება სიმღერას და ცეკვას, თლად კარგი არ არის. მაგრამ ეს პირველი გამოსვლა იყო. ეს მე მგონია რომ მაიკლ ჯექსონი არ იყო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მიშელ ჯექსონი უფრო იყო. მუსიკალური ხარე იყო ცოტა აცდენილი იმას, რაც ფონოგრამაში ჟღერდა, ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არა უნდა ვთქვა. ჩემგან არაა სამწუხაროდ. მეც არა. სამწუხაროდ ვერ გადახვედი. ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს გახსოვდეს რომ მხოლოდ პირველია. სამწუხაროა რომ პირველი დღის პირველი ნომერი წარუმატებელი აღმოჩნდა. მოსაცდელში კი ძალიან ბევრი ხალხია. შეგახსენებთ რომ ამ პროექტში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. და აქ მოხვედრა მხოლოდ კონკურსანტის სურვილზეა დამოკიდებული. მომდევნო მონაწილე მაყვალა ქობულაშვილია. მას ეჭვიც კი არ ეპარება რომ ჟიურის აუცილებლად მოხიბლავს. მეტიც ის პროექტში გამარჯვებასაც კი აპირებს. მე ვარ ქობულაშვილი მაყვალა, თბილისელი, თემქელი. მე ისეთ ნომერს ვაკეთებ, არავის არ შეუძლია. ეს ძალიან ძნელია. რასაც მე ვაკეთებ, კაცზე ნაკლებს არ ვაკეთებ. კაცებს თავზე რაღაცას იმპროვენ, რაღაცას აკეთებენ ძლიერს, რაღაცა. ჩემი ნომერი ისეთი ძლიერია, რომ მე მთელ სოფლიოში ქალი და კაცი ვერც გააკეთებს, რასაც მე ვაკეთებ. გამოდის, რომ სასიკვდილო ნომერია. მე მგონია, მე უნდა გავიმარჯვო ნიჭიერებში. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. მე ვარ მაყვალა ქობულაშვილი, თბილისელი, თემქელი, დედაჩემი არის ჯავახიშვილი. და სანამ გამოიყურებით. მადლობ, ვცდილობ. რა შეგვისრულებთ? მე ბრუნვას ვასრულებ. ბრუნვას? ბრუნვას. ბრუნვა როგორ? ჩაოლებრად შეგიძლიათ მოტრიალდეთ? 1000 ჯერ შემიძლია 33 წუთში. ბატონო 1000 ჯერ ბრუნვას ვაკეთებ 33 წუთში. 1000 ჯერ? უი. კარგით. გელოდებით. დაიწყეთ. და 33 წუთი? 33 წუთი არის. შევხედოთ. Choosing your battle, pick yourself up and dust yourself off and back in the saddle. You're on the front line, everyone's watching. You know it's serious, we're getting closer, this isn't over. Pressure's on, you feel it, but you got it all. Believe it, when you forget it all, and if you forget it, time very well, 'cause this is a ეტილი ვაიმე. It's time for Africa.
საბატონო მაყვალა რა შეიძლება გითხრათ ესე პირდაპირ არ შემიძლია ამ ყველაფრის თქმა, ამიტომ ავდგები და ესე გეტყვით. ხალბატონო მაყვალა მოდით აბა. მე მგონია რომ აქ მოდით. ეგრე არა. მართლაც რთული შესასრულებელია ეს ნომერი, მაგრამ მე ვთვლი რომ ნახევარფინალში რა ხდება მაგ დროს 1203 ბრუნვი შეგიძლია თუ რამდენი? არა. ეს საიდუმლოა, როცა გადამიყვანთ, მე ნახავთ. აი ინტრიგა. ესე იგი გამოვიდა რომ დაგვიმალეთ ბრუნვი. მეორე მხარეს იქნება ტრენინგი. არა, სულ სხვა რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა რომ მობძანეთ, მე მგონი დროა რომ გადავწყვიტოთ. სამწუხარო, მაგრამ მე ვიტყვი არას. სამწუხაროდ არა. სამი არა გაქვს ხალხო მაყვალა. ძალიან დიდი მადლობა რომ მობძანეთ. დიდი მადლობა. ჩვენ აღქონებული ვართ თქვენი შესაძლებლობებით ეს სამი არა. მაყვალა ქობულაშვილის ვერტიკალურმა და ბრუნვადმა ნომერმა ჟიურიზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მან 3 არა მიიღო და სამწუხაროდ მისი ბედი შემდეგმა კონკურსანტებმაც გაიზიარეს. გამარჯობა. რა გია? სურიკო. ვანიკო. შენ რასაკეთებ ჯერ შემიცავ რასაკეთებ და მე ამან მითხარ. მეც იოგის სიელეთებში ვეხმარებ, მე საყრდენი ვარ. არა და მე წამყვანი მეგონა. რამდენი წლის ვიყავი პირველად თუ დაიწყა ამაზე? 9 წლის ვიყავი, როცა დავიწყე. და რატო დაიწყე, რატო გადაწყვეტე რომ მიმიზიდა. ჯანმრთელობისთვის კარგია. ეხლა ჩვენ შემოგთავაზებთ ესეთ ელასტიურ ილეთებს, სანამ ჩემი პარტნიორი გამოიცვლის. მუსიკა! სამი არა. დაგვეცანით თუ შეიძლება. სამწუხაროდ არა. თავ შევიკავებ და ვიტყვი არას. სამი არა გაქვთ. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანით თუ შეიძლება. მონაძე ედუარდი. Maybe you're right. Baby, I slowly. Wait a minute. I'm trying to be sorry. ედუარდ, ძალიან შეგვეშინდა ეს ერთი მის ამღერზე გადასვლა, იმიტომ რომ ძალიან ხმამაღლა მოგივიდათ, ხო? სამი არა. მე ეგრე ხდება. I'll find somebody to care. Ask me if I dare to answer who can carry that flame. I just whisper your name. ახლა ჯემზად. სამი არა გაქვთ და ვერ გადახვედით შემდეგ ტურს. ცუდი დღეა, ძალიან ცუდი დღეა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ისეთი ერთი ადამიანი მაინც გვჭირდება, ვისაც ჟიური ეტყვის კის. მე ვიცი რაც უნდა ვქო. მოსაც და ჩვენ თვითონ ვიპოვეთ ერთი ნიჭიერი ადამიანი. მართალია, წამო.